კავკასიური ნაგაზი მგელის წინააღმდეგ. ვინ გაიმარჯვებს, როცა საქმე რეალურ გადარჩენაზე მიდგება? მაშასე დავიწყოთ. პირველი, ბუნებრივი ძალა და აღნაგობა. ერთი მხრივ ყავს კავკასიური ნაგაზი, მთების გიგანტი, რომლის წონა 80 კილოგრამს აღწევს. ის არის ცოცხალი თარი, შემოსილი უსქელესი ბეწვითა და კუნთოვანი მასით. მეორე მხრივ კი ნაცრისფერი მგელი, ევოლუციის მიერ გამოწრთობილი მკვლელი მანქანა. ის უფრო მსუბუქია, თუმცა მისი ძვლები და მყესები ფოლადივით მტკიცეა. ნაგაზი მასიური ძალით სჯობნის, მგელი კი სტიქიური ენერგიითა და სისწრაფით. მეორე, არსენალი და გამოცდილება. ნაგაზის მთავარი იარაღი მისი ყბები და დაცვის ინსტინქტია. მისი სქელი ბეწვი ყელსა და სასიცოცხლო ორგანოებს მტრის კბილებისგან იცავს. მგლის არსენალი კი სუფთა სტრატეგია. მისი ყბების ზეწოლის ძალა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ბუნებაში, რაც მას საშუალებას აძლევს ძვლები პირველივე ჩაჭიდებით დაამსხვრიოს. მგელი გადარჩენისთვის ნადირობს, ნაგაზი კი დასაცავად. მესამე, ბრძოლის ფსიქოლოგია. ნაგაზი ცდილობს მტერი მიწაზე დაანარცხოს და თავისი წონით გათელოს. ის არ ეძებს გაქცევის გზას. მისი მიზანი მტაცებლის განადგურებაა. მგელი კი ნამდვილი ტაქტიკოსია. ის მანევრირებს და ელოდება მომენტს, როცა მეტოქე დაიღლება. თუ ნაგაზი მას ერთხელ მაინც ჩაავლებს, ბრძოლა შეიძლება დასრულდეს, მაგრამ თუ მგელმა დაუცველ ადგილას მიაღწია, შედეგი სავალალო იქნება. ვერდიქტი ასეთია. ამ სასტიკ ორთაბრძოლაში გამარჯვებულია კავკასიური ნაგაზი. მიზეზი მარტივია. ნაგაზი სპეციალურად იმისთვისაა შექმნილი, რომ მგელს ძლიოს. მისი მასა და ბეწვის ჯავშანი მგლისთვის გადაულახავ ბარიერს ქმნის. პირისპირ შეტაკებისას მგელს არ ყოფნის წონა და ძალა, რომ დაამარცხოს გიგანტი, რომელიც ბუნებით სწორედ მტაცებლების შესაჩერებლადაა მოვლენილი.